მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი სახელი არის Vornato და დღეს არის 17 მარტი, რაც ნიშნავს არაფერს ანიშნავს, მაგრამ კარგი ვიდეოს ვიღებ რა. დღეს მე ვიღებ ვიდეოს და მინდა გადავიღო ვიდეო აკინატორზე. თუ არის აკინატორი რა არის? ან ვინ არის? მოკლედ აკინატორი არის ასეთი საიტი, ან აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ტელეფონზე ან ითამაშოთ კომპიუტერში მარტივად, ანუ საიტზე შეხოთ და ეგ არის საიტი იქნება თუ რამე აღწერაში. თავიდან უნდა ჩავიფიქროთ პერსონაჟი და ამ პერსონაჟის მიხედვით უნდა გავცეთ რაღაც კითხვებზე პასუხები. გვეკითხება მაგალითად არის ბიჭი თუ გოგო, ამ პერსონაჟის მიხედვით უნდა უთხრათ ვინ არის ეს. და ხო, ანუ მარტივი არის ძალიან, მოდი დავიწყოთ, ჩავერთვებკო და ვნახოთ რა იქნება. და დღევანდელი ვიდეო მინდა გავაკეთოთ ამას პერსონაჟებზე. ისეთი პერსონაჟები, რომლებიც არიან ცნობილები, რომლებიც უკავშირდებიან ჩვენს ბავშვობას, მარტივი გამოსაცნობები იქნებიან, მაგრამ ასევე ჩავტენი 1-2 ისეთ პერსონაჟსაც რთულ გამოსაცნობს და მოდი ვნახოთ როგორ გამოიცნობს აკინატორი. პირველი პერსონაჟი, რაც მინდა ჩავიფიქრო, არის ძალიან მარტივი და საკმაოდ პოპულარული, ეს არის მარიო. მარიო თუ არ იცით, არის Nintendo-ს პერსონაჟი. მოდი დავიწყოთ, ესე იგი ამ პერსონაჟის აღწერას იწყებს ეს. შენი პერსონაჟი მამრობითი სქესის არის, მოდი ვიტყვი კი. მაგრამ ისეთი დრო დადგა, რომ ვერ იქნები დარწმუნებული. მეორე შეკითხვა, შენი პერსონაჟი ცნობილი იუთუბერია? არა მგონი, არ ვიცი თუ არსებობს ეგეთი სახელი, მაგრამ არ არის. 18 წელზე დიდია? ხო, ანუ მარიო, როგორც ვიცით, მოხუცი კაცია. შენი პერსონაჟი რეალურია? არ არის რეალური. თოფებს იყენებს? თოფებს არა, მაგრამ რაღაც ცეცხლს ისვრის. მასკა უკეთია? არა, მასკა არ უკეთია ჩემს პერსონაჟს. ამერიკაში ცხოვრობს? არ ვიცი საცხოვრობს. მე იტალიელია, როგორც ვიცი. Hey, it's me, Mari. კაი, ხო, კრინჯი დაიწყო. შენი პერსონაჟი ფილმში არის ნაყოფი? კი, არის მარიოს ფილმი, თუ არ იცით, უყურეთ. არ ვარკე, მაგრამ მაინც უყურეთ. შენ პერსონაჟს თმა აქვს? გონი კი, ანუ არ ვიცი, ქუდიაფარია. სუპერგმირია? არ ვიცი, იმიტომ რომ სუპერგმირი არ არის ასე. გადარჩენა უყვარს პრინცესის, მაგრამ სუპერგმირი არ არის. Dragon Ball Z-დან არ არის ნახდათ. ფილმის სახელში ჩნდება ეს პერსონაჟი? კი. დიდი კუნთები აქვს? არა. ქუდიაფარია, სულ კი. საჭაურტყა. მარიოს თამაშებში არის? კი, მარიოს თამაშებში ჩნდება. წვანე ქუდიაფარია, ეს ახლა ლუიჯიზე ფიქრობს, ლუიჯი არ არის. მარიო. ხო, ეს არ იყო რთული, ძალიან მარტივი იყო, მაგრამ გამოიცნო მარიო. ესაც მეორე ეპიზოდი Skyrim-დან დოვაკინს, თუ არ იცით, ეს არის პერსონაჟი, რომელიც არის მთავარი გმირი და რომელსაც თამაშობთ Skyrim-ის სერიებს, ყოველ შემთხვევაში Elder Scrolls, რომელსაც მე ხოლმე ვთამაშობ. საკმაოდ ცნობილი პერსონაჟია, თან აქვს ისეთი თავისი შესაძლებლობები, რითიც შეგვიძლია გავაგებინოთ აკინატორს, ვინც არის. და მოდი დავიწყოთ შეგი. შენს პერსონაჟს წითელი ქუდი ახურავს? არა, წითელი ქუდი არ ახურავს. დოვაკინს? თუ დოვაკინი არის, ხო? დოვაკინი. თუ Dragon Ball-ი, რომელი დაუწა ხო არ ვიცი, კაი, რა მნიშვნელობა. შენს პერსონაჟს შარვალი აცვია? კი, თუ ჩაიცმევ თამაში შარვალი აცვია. შენ აკონტროლებ შენს პერსონაჟს? კი, შენ აკონტროლებ. თოფებს იყენებს? არა, Skyrim-ში არ არის თოფები, მწვანე ქუდი აფარია. არა. აი, შენი პერსონაჟი Minecraft-დან არის? არა, სისულელია. Minecraft. რა არის Minecraft? კაი, შენი პერსონაჟი დიდი კაცია? კი, როგორც ვიცი, მე ნორდი მყავს, მაგრამ დიდი კაცია. ფილმში არის ნამყოფი? არ არის ფილმში ნამყოფი, როგორც მე ვიცი, Nintendo-სთან არ არის დაკავშირებული. ჩხუბობს? კი, ჩხუბობს, უყვარს ჩხუბი. აი, მებრძოლი. ეს თუ არ იცით, შტორმი აგარეთ, ქარია, მიაქვს ქალაქი. ჩვენ აკინატორს თამაშობთ. კაი, შენს პერსონაჟს თმები არა აქვს? არ ვიცი, იმიტომ რომ ანუ პერსონაჟს გააჩინე, რომელსაც აირჩევ თამაში. Mortal Kombat-ში არ გამოჩენილა დოვაკინი, Brawl Stars-შიც არ გამოჩენილა. რა, ახლა უკვე ფიქრობ თითქოს, ანუ არ იცის ვინ არის რა. ხმლით ბრძოლობს? ნუ ხო მეგობრებო, ბრძოლობს არ არის სწორი ფორმა არის. ბრძოლამს და გავაგრძელოთ ვიდეო. ხო, ანუ ხმლით იბრძვის კი. Ubisoft-ის არის? არა, Ubisoft-ის არ არის Skyrim-ი, შულს იყენებს, კი, შულს იყენებს ხშირად. მე 17 კითხვაზე გამოგვიჭირა, შენ პერსონაჟი ჩნდება Elder Scrolls Skyrim-ში? ნუ Skyrim-ი არ წერია, მაგრამ Elder Scrolls-ში კი, ჩნდება. Corpse Party-დან არ ვიცი, ალბათ არა. დრაკონის მკვლელია კი. დოვაკინ Dragonborn, ოკეი, გამოიცნო. კაი, ხო ჩახ, კაია. ხო ეს პერსონაჟი.
კარგი, მეორეც გამოიცნო. ამ შემთხვევაში უკვე მოგვიწევს რომ უფრო გავართულოთ და თამაშის პერსონაჟთან ერთად დავამატოთ ფილმის პერსონაჟიც, ორივე რო იყოს, ასეთი მე ერთი მეგულება, სხვათა შორის არის გოგო ეს ადამიანი და მას ქვია ლარა კროფტი. ფილმიც არსებობს ლარა კროფტის და არსებობს თამაშიც Tomb Raider-ი. ამიტომ მოდი ვნახოთ და გავიგოთ გამოიცნობს თუ არა ჩვენი აკინატორი ლარა კროფტს. ფეხსაცმელები აცვია ლარას? კი, რატომაც არა. Battle Royale-ს თამაშიდან არ არის, აუ იმენა, Battle Royale. თამაშიდან არის ორიგინალური. კი, ანუ თამაშიდან არის რა, მაგრამ თავიდან თამაშიდან გადაიღეს ფილმი თუ არა, ეგ არ ვიცი. ტოპებს იყენებს კი, რა თქმა უნდა, ხშირად, GTA-დან არ არის ნახდათ. Galactica-შიც არ არის ნამყოფი. დიდი კაცი არ არის, ესე წარმოიდგინეთ, ხო, ლარა კროფტი რო არის რა და უცებ დიდი კაცის სახე რო ადევს. გოგო არის, ნუ თუ კაცი არ არის, ანუ მგონი გოგო გამოდის, არ ვიცი. მაგრამ უკვე ისეთი დრო დადგა, მაგას ვეღარ გაიგებ, ამიტომ არ ვიცი. კი, გოგო არის. Brawl Stars-დან არ არის, Nintendo-სთან არ ვიცი არის თუ არ დაკავშირებული. არ არის ჯადოქარი. ნუ ეძებს რაღაც განს და რაღაც Tomb Raider-დან. კი. ლარა კროფტი, Tomb Raider. აბა ფოტო ამოაგდოს. ესეც ჩვენი ფოტო, რასაც ველოდით ამდენ ხანი. ნუ ხო მოკლედ, ანუ ესეც გამოიცნო, ლარა კროფტი იყო ჩვენი ჩაფიქრებული და მოდი შევცვალოთ თავიდან და რამე უფრო გავართულოთ, ანუ უფრო რთული პერსონაჟი რა შეიძლება იყოს. მოვიფიქრე მეოთხე პერსონაჟი ამ გამოცნობისთვის და ამჯერად ეს იქნება GTA San Andreas-იდან CJ კი არა და მეორე რო არის და ქუდი რო აფარია. ნუ ხო სახელი არ მახსოვს ამ პერსონაჟის, მაგრამ ვეცდები გამოიცნოს ისე რომ სახელი არ ვიცოდე და რაღაც. შენი პერსონაჟი გოგო არის? არა, ნამდვილად არ არის გოგო, იმიტომ რომ კარგად შეუძლია ბეისბოლის ბიტის გამოყენება. ულვაში აქვს? არ ვიცი, მგონი არ აქვს ულვაში. არ ვიცი, არ მახსოვს. ნახეთ. შენ აკონტროლებ ამ პერსონაჟს? არა, შენ არ აკონტროლებ. თამაშის ნაწილია. ნამდვილი არის? არ არის რეალური. ნახეთ, არ არის რეალური. ფილმში არის ნამყოფი? არა. თამაშიდან არის? კი. ტოპებს იყენებს? კი. Call of Duty-დან არის? არ არის Call of Duty-დან. Galactica-ში ყოფილა ოდესმე? არ ყოფილა Galactica-ში. Fortnite-დან ნახდათ არ არის. ანუ Red Dead Redemption-დან არ არის, თუმცა Rockstar-ის არის ეს თამაშიც, ამიტომ რაღაც ნაწილში მართალია აკინატორი. Stalker-ი არ არის. დეკლარაციას არ წერს. რევოლუციაში ცხოვრობს? არა. თეთრი კანი აქვს? არა. GTA-დან არის? კი. Outlaw, არ ვიცი ეს რას ნიშნავს. Sorry, მაგრამ არ ვიცი. Sorry, მაგრამ this is true. Sukani არის? კი. Melvin Bixmo. ფოტო გამოჩნდეს და გავიგებ ეგ არის თუ არა. Yep, that's the guy. და ხო გამოიცნო, არ ვიცი, ანუ არ ვიცი რა შემიძლია ვუთხრა ისეთი აკინატორს, რომ ვერ გამოიცნოს. ამიტომ თუ თქვენ გაქვთ რამე იდეა ისეთი, რა შემიძლია ვუთხრა აკინატორს, ან ჩელენჯი გავუკეთო ამას, რომ გამოიცნოს ვინ არის ჩემი ჩაფიქრებული პერსონაჟი. როგორც ისეთი პერსონაჟი მითხარით, რაც რთული იყო. დაწერეთ შემდგომ ვიდეოში შეიძლება გამოვიყენო ეს პერსონაჟი და გამოვაცნობინო აკინატორს და ეს იქნება თქვენი ჩელენჯი. ასევე დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი და მაგს გათამაშება, დავიწყე Xbox-ის გათამაშება და თუ არ გაქვთ უკვე მონაწილეობა მიღებული, მიიღეთ მონაწილეობა, გამოჩნდება ვიდეოს ბოლოში, ან აღწერაში იქნება ამის ლინკი. და ეს იყო ვორონატო, იმედია მოგეწონათ ვიდეო და გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად.